ამ ვიდეოში თქვენი ყურადღება ორ რამეზე მინდა გავამახვილო. პირველი, კობახიძის საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ რეჟიმი კმაყოფილია საკუთარი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით და არაფრის ცვლილებას არ აპირებს და მეორე, როგორც ცდილობს ყურადღება გადაგვატანინოს რეალური მიზეზიდან არარეალურზე. ცდილობს გვაჩვენოს, რომ მისი მსჯელობა ეყრდნობა გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებსა და თეორიებს, სინამდვილეში კი ის აგებულია ნახევრად სიმართლეებსა და ტყუილზე. რას ამბობს კობახიძე შობადობაზე? რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ იდეოლოგიური კომპონენტი თუ არ დაემატა, ეკონომიკა პირიქით, ეკონომიკის ზრდა და ამას აჩვენებს მსოფლიო სტატისტიკა, რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე სხვადასხვა კონტინენტზე მათ შორის, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი შობადობა. ეკონომიკა გამოასწორებს მიგრაციის ნაწილში დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, რაც შეეხება შობადობას და ქორწინებას, აქ სხვა მიმართულებით არის ამაში. ის რომ ეკონომიკა და მშობიარობის რაოდენობა საპირისპირო მიმართულებით იცვლება, ნახევრად სიმართლეა. ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში მშობიარობის რაოდენობა მართლაც ძალიან მაღალია, მაგრამ საშუალო და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ეს კავშირი ასეთი მკაფიო არ არის. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მშობიარობის რაოდენობა შეერთებულ შტატებში წლებია, რაც მაღალია, ვიდრე მშობიარობის რაოდენობა რუსეთში. მაგრამ ეკონომიკის მხრივაც შეერთებული შტატები შეუდარებლად ძლიერია ვიდრე რუსეთი. ასევე ბევრ ქვეყანაში სტატისტიკის მიხედვით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს მეტი შვილი ყავთ ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს. ამის მაგალითებია შვედეთი, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, იგივე შეერთებული შტატები. ანუ იქ შემოსავლები და მშობიარობის რაოდენობა ერთი მიმართულებით იცვლება. ახლა მეორე ნაწყვეტი ვნახოთ. შობადობა გვაქვს ძალიან მკვეთრი კლება და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ამას ვისაუბრებთ პარლამენტშიც, მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში. ფიქსირდება 2014 წლიდან მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული და რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. კობახიძის ლოგიკით, რადგან პირველი ორი ბავშვის მშობიარობის რაოდენობა შემცირდა, დანარჩენის კი არა, საქმე სოციალურ კი არა, იდეოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს. გამოდის, რომ 2004-დან 2008 წლამდე და 2014 წელს, როდესაც მშობიარობის რაოდენობა იზრდებოდა, ჩვენ საქმეს სწორ იდეოლოგიასთან გვქონდა, ხოლო დანარჩენ წლებში კი არა. სინამდვილეში საქმე შემდეგში იყო. 2004 და 2013 წელს ხელისუფლებების ცვლილებების შემდეგ საზოგადოებაში ოპტიმისტური მოლოდინები გაჩნდა და ოჯახების რაოდენობამაც მოიმატა და მშობიარობის რაოდენობა. 2009 და 2015 წლის შემდეგ კი ოპტიმისტური მოლოდინები პესიმისტურით შეიცვალა და მშობიარობების რაოდენობამაც იკლო. კობახიძის საუბრის ამ ორი ნაწყვეტიდან ნათლად ჩანს, როგორი ზედაპირულია მისი მსჯელობა და როგორ ცდილობს რეალური პრობლემების მიზეზები არარსებულ იდეოლოგიურ პრობლემებს მიაწეროს.